მძინარე უიარაღო ადამიანების მკვლელობა ბავშვების სიკვდილით დასჯა და დააკავებულთა რუტინად ქცეული ხოცვა დუმილის კოდექსი დარღვეულია. ბრიტანელი ომის ვეტერანები მათი თანამებრძოლების მიერ ჩადენილს იხსენებენ და მათ ომის დანაშაულებში ამხელენ. Handcuffed a young boy and shot him. პატარა ბიჭს ხელბორკილები დაადეს და ესროლეს. ის ბავშვი იყო, რომელიც საბრძოლო ასაკთან ახლოსაც კი ვერ მივიდოდა. ვერ დავიჯერე, რომ ამას მართლა აკეთებდნენ. საუბარი ინსცენირებულია, თუმცა მონათხრობი რეალობა სამხედროების თვალით დანახულ სისასტიკეს ახლა ის მსახიობები ყვებიან, რომლებიც BBC-მ ყოფილი სპეცრაზმელების სიტყვების გადმოსაცემად დაიქირავა. ეს კაუტური ბანაკი არ ყოფილა, ყველა მიცოდა რაც ხდებოდა, ხალხს ხოცავდნენ. ისინი მკვლელები არიან, რომლებიც ციხეში უნდა გამოკეტონ. ბრიტანეთის მთავრობა ახლა 2010-დან 2013 წლამდე პერიოდში მომხდარ ინციდენტებს იკვლევს, თუმცა როგორც ვეტერანები ყვებიან, უკანონო მკვლელობები ერაყში გაცილებით ადრე დაიწყო. ახალი ჩვენება ომის დანაშაულების ბრალდებებს მოიცავს, რომლებიც 10 წლეულზე მეტ ხანს გრძელდებოდა. იყო ერთი ოპერაცია, სადაც მამაკაცის სიკვდილით დასჯას ჰქონდა ადგილი. ეს არა პროფესიონალიზმი, არამედ სამარცხვინოს აქციელია. ჰელმანდში ბრიტანელი სამხედროების ხოცვის პასუხად ყველაზე სასტიკი მკვლელობები სწორედ ავღანეთში ხდებოდა, სადაც თალიბანის მებრძოლებისა და ბომბების შემქმნელების შესაჩერებლად ავღანეთში ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების რაზმები განლაგდნენ. ომის ვეტერანები BBC-სთან აღწერენ, როგორ იქცეოდნენ ჩუმი ბიჭები სერიოზულ ფსიქოპატ მკვლელებად, რომლებიც დაუცველი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობით სიამოვნებას იღებდნენ. არ მახსოვს, ოდესმე ერთი დაჭრილი მეამბოხე მაინც ბაზაზე სამკურნალოდ წაგვეყვანა. მათ ადგილზე ხვრეთდნენ. BBC-მ 30-ზე მეტი ვეტერანის ჩვენება მოისმინა, ირკვევა, რომ ბრიტანეთის საჰაერო და საზღვაო ძალების ელიტური სპეცდანაყოფები ავღანეთსა და ერაყში ომის კანონებს მიზანმიმართულად არღვევდნენ. დანაშაულის დამალვის მიზნით კი სამხედრო ოპერაციის ანგარიშის დეტალებს აყალბებდნენ. გარდა ამისა, ირკვევა, რომ მაშინდელი პრემიერი ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა დევიდ კამერონი ომის დანაშაულების დამალვასთან კავშირს უარყოფს.